მოგესალმებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ბართლომეს ღამე ქართველი პატრიოტების წინააღმდეგ. ევროპული კურსის ერთგულების გამო გათავისუფლებულია ათობით ადამიანი და იგეგმება კიდევ მრავალი ათეული ადამიანის გათავისუფლება. ქართველი დიპლომატების თაობების მიერ 30-ზე მეტი წლის განმავლობაში ურთულეს ისტორიულ სიტუაციაში ნაშენები საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილმა რამდენიმე თვეში ხელაღებით გაანადგურა. ზუსტად 2 თვის წინ 1 მაისს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას შევატყობინე, რომ ქართული ოცნების თვითგამოცხადებული საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აპირებდა მასობრივი პოლიტიკური წმენდის განხორციელებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. იმავე დღეს 1 მაისს ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შემდეგ კი თვითონ ბოჭორიშვილი გამოეხმაურა ჩემს განცხადებას და თქვა, რომ არავის გათავისუფლებას არ აპირებდა. ეს იყო ისეთივე სამარცხვინო ტყვილი, როგორც სამარცხვინო და ანტიქართულიც არის ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება. დღეს არის 1 ივლისი და 2 თვის თავზე ჩვენ ვხედავთ, რომ ათობით ადამიანი უკვე არის მართლაც გათავისუფლებული საგარეო საქმეთა სამინისტროდან და რომ კიდევ მრავალი ათეულის გათავისუფლება მართლაც ასევე იგეგმება ეგრეთ წოდებული რეორგანიზაციის საბაბით. სინამდვილეში რეორგანიზაცია წარმოადგენს პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკური ნიშნით და თავისუფლებიან ადამიანები საკუთარი პატრიოტიზმის და ევროატლანტიკური კურსის მსახურების გამო. ეს არის უპირველეს ყოვლისა ქართული საგარეო სამსახურის პროფესიონალი, დასავლელი პატრიოტი კადრებისგან დაცლა. ამავე დროს ეს არის პირდაპირი და ღია თავდასხმა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე, რადგან თვითმარქვია მინისტრის დაუფარავი იერიში ეხება უპირველეს ყოვლისა ზუსტად იმ ხალხს, ვინც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მუშაობენ და ვისზეც 10 წლების განმავლობაში იდგა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ბედი. ეს არის ყველას უნდა ესმოდეს რუსული დავალება. საქართველოს სრული და საბოლოო დესუვერენიზაცია. რისაც კრიტიკულად აუცილებელია საქართველოს არ გააჩნდეს თავისუფალი და ძლიერი საგარეო უწყება, არ გააჩნდეს სუვერენული ხმა, არ ჰყავდეს პროფესიონალი პატრიოტი კადრები სამინისტროში და რა თქმა უნდა არ იყოს რეალურად საერთაშორისო ასპარეზზე წარმოდგენილი ქართული ეროვნული ხმა. არამედ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მივიღოთ რეალურად უმნიშვნელო საკონსულო სექცია, რომლის მიზანიც დუმილი და ბიუროკრატიული ფორმების შევსებაა. ამ ამოცანის შესრულებას არ ჭირდება და მეტიც ხელს უშლის პრინციპული პატრიოტი ადამიანების არსებობა საგარეო უწყებაში და აი ზუსტად ამიტომ ბოჭორიშვილს ახლა დაევალა სამინისტრო დაცალოს თავისუფალი მცოდნე ადამიანებისგან. ერთ-ერთი მათგანი ანა ამბობს, რომ ვციტირებ, ეს მხოლოდ კადრების ცვლილება არ არის. ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეჩერების ინსტიტუციური გაფორმება. კიდევ ერთი გათავისუფლებული მოხელე ამბობს, კეთი ამბობს, რომ ციტირებ, ავტორიტარიზმი ლაკმუსის ქაღალდივითაა, ის ყველაზე უკეთ წარმოაჩენს ადამიანებს, რომელიც საკუთარი ღირებულებების, ქვეყნის ინტერესების ერთგულნი რჩებიან ნებისმიერ სიტუაციაში და ადამიანებს, რომელიც სხვისი უბედურების და ქვეყნის ინტერესების დაზიანების ხარჯზე ითმობენ ხელს. ასეთი ადამიანები აუცილებლად ამახსოვრდება ისტორიას. დიახ, ნამდვილად, ჩვენ გვახსოვს ყველა ელჩის და დიპლომატის დუმილი ამ უმძიმეს შაობნელ დროს. ამავე დროს გვახსოვს სინათლე, რომელსაც კეთილსინდისიერი პატრიოტები ასხივებენ. და მე მსურს, რომ დღეს თითოეულ მათგანს ვუთხრა მადლობა სამშობლოს მსახურებისთვის, გავუწოდო თანამშრომლობის ხელი და აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოს სწორედ მათნაირი პროფესიონალები ჭირდება. რეჟიმის ცვლილებისთანავე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ყველა პირი, უკლებლივ ყველა მათგანი იქნება აღდგენილი და თითოეულ მათგანს ექნება ფასდაუდებელი საშუალება, რომ ფასდაუდებელი როლი შეასრულოს ძლიერი ქართული სახელმწიფოს შენების პროცესში. ამასობაში ჩვენ ვაგზელებთ ომს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და მე მათ მინდა იცოდე, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე. მადლობა.